სახელმწიფოებს რეალურად შეუძლიათ შეარბილონ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული ნეგატიური გავლენები იგივე ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში და ადამიანების ჯანმრთელობა სიცოცხლესთან დაკავშირებით. ეს შერბილება, ანუ ადაპტაციაც ასევე გულისხმობს პირველ რიგში საფრთხეების იდენტიფიცირებას, მომავლის პროგნოზირებას, იმიტომ რომ ეს არ არის რაღაც მკითხაობა, ეს არის სამეცნიერო მიმართულება, სტატისტიკურად გამართლებული სამეცნიერო მიმართულება, რომლის საშუალებითაც დგება როგორც აწმყოში არსებული საფრთხეების შეფასებები, ხდება საფრთხეების შეფასებები, ისე მომავალში რა საფრთხეებს უნდა ველოდეთ სხვადასხვა მიმართულებით, ესმევა ჰიდროლოგიური, კლიმატური, გეოლოგიური მიმართულებებით. ამის გაკეთება სახელმწიფოს შეუძლია, ამის ასახვა კანონმდებლობაში შეუძლია და ამის დაცვა, იმისთვის რომ კი კლიმატი შეიცვლება, კი შესული კლიმატური კატასტროფა ბუნებრივ სტიქიას გამოიწვევს, მაგრამ ეს რომ ადამიანს არ შეეხოს, ან მინიმალურად შეეხოს, აი აქ არის სახელმწიფოს მნიშვნელოვანი როლი. ჩვენ რო ვიყოთ შეერთებული შტატები, სადაც მართლა კონკრეტულ გადაწყვეტილებებზე, პოლიტიკაზე და გადაწყვეტილებებზე კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული პროცესები ბუნული კი აქ ცალსახა იქნებოდა, მაგრამ ჩვენ აი პატარა ქვეყანაში, რომელსაც ჯერ ის ნეგატიური ნიშნულისთვისაც კი არ მიუღწევია ეკონომიკის თვალსაზრისით, აქ ალბათ უფრო მნიშვნელოვანია არა დეზინფორმაციის საკითხი, არამედ ზოგადად ინფორმირებულობის საკითხი. ანუ ჩვენთან არ დგას ის ამოცანა, რომ რაღაცები არასწორად ვიცით. ჩვენთან დგას ამოცანა, რომ არ ვიცით. კლიმატის ცვლილება მეტნაკლებად ყველგან ჩანს დაწყებული იურიზებნის, ანუ ნახევარუდაბნოებიდან დამთავრებული ნივალური, ანუ მყინვარების ზონიდან, სადაც მყინვარები დნება და უკანასკნელი, ხოლო ნახევარუდაბნოებში უფრო დიდი ფართობით ხდება ნიადაგების კარგვა და ნახევარუდაბნოს სტეპის ლანდშაფტის გავრცელება, მაგრამ მათ შორის, ანუ მყინვარებიდან ნახევარუდაბნოებამდე არის მთელი ქვეყანა, თავისი უმეტესობა მოსახლეობით, რომლებიც ამას გრძნობ, იგივე ქალაქებში წყალდიდობა, წყალმოვარდნა ღვაწლობის მიმართულებით, მეწყრების მიმართულებით და მაგალითად ხშირად ხდებით ხოლმე ინტერვიუებს, ანუ ფერმერები და გლეხების ინტერვიუებს, რომლებიც იხსენებენ, რომ ასეთი სტიქია მათ არ აქვს. ეს ბუნებრივია ნიშნავს იმას, რომ კი არ დაავიწყდათ, ანუ კი არ მოხდა წარსულში ამერამ დაავიწყოთ, იმიტომ არ ახსოვთ. არამედ ნიშნავს იმას, რომ ესეთი რაღაც არ მოხდა. ესეთი რაღაც არ მოხდა, იმიტომ რომ სხვანაირი კლიმატი იყო. დღეს სხვანაირი კლიმატია, კიდევ სხვანაირი უარესი კლიმატი დადგება, ამიტომ ეს ცვლილებები ხდება მთელს ქვეყანაში, მაგრამ ვიგრძნობ განსაკუთრებით იმ ზონებში, სადაც თავმოყრილია დიდი რაოდენობით ადამიანი.